საღამო მშვიდობისა. თქვენ უყურებთ კვირის რეპორტაჟს, რომელსაც სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ. შარდენბარში 3 წლის წინ დაწყებული გირგულიანების ტრაგედია დღესაც გრძელდება. სანდრო გირგულიანის მკვლელობა ამბავი, რომელიც ერთი ოჯახის ტრაგედიიდან ძალიან მალე მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა. სანდრო გირგულიანის მკვლელობის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი და ხმაურიანია. 3 წლის წინ სანდროს ნაწამები ცხედარი ოქროყანაში აქ ამ ხევში იპოვეს. ამის შემდეგ იყო საზოგადოების პროტესტი და ერთადერთი მოთხოვნა დაესაჯათ ამ მკვლელობის შემკვეთები. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელებს, ისინი სიმბოლურ სასჯელს გლდანის ციხეში იხდიან. სიმართლის უშედეგო ძიებაში გირგულიანების ოჯახის კიდევ ერთი წევრი ამ კვირაში მიაბარეს მიწას. ენუქიძე და გირგულიანის საქართველოს წინააღმდეგ. ევროსასამართლოში საქართველოდან გაგზავნილმა საქმემ სახელწოდება ირინა ენუქიძის გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა. მანამდე მას ენუქიძეს საქართველოს წინააღმდეგ ერქვა. სტრასბურგს უკვე დაწყებული აქვს კომუნიკაცია მთავრობასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქვეყნის ხელისუფლებას საკმაოდ სქელტანიანი კითხვარი გამოუგზავნეს, რომელზე პასუხისგაცემაც სავალდებულოა. ევროპის სასამართლომ მოსთხოვა სახელმწიფოს, რათა გადაეგზავნოს დედნები ყველა იმ მტკიცებულებისა, საქმეზე დართული მტკიცებულებებისა, რომ ჩამონათვალი არის 14 მტკიცებულების, რომელთა გაცნობას ჩვენ ვითხოვდით სამივე ინსტანციის სასამართლოში. თუ ეს დაკმაყოფილდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეზე უნდა ხელახლა ჩატარდეს სრული, ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიება, რაც ჩემის აზრით გამოიწვევს ორ შედეგს. ერთი, რომ დამძიმდება პასუხისმგებლობა, და სხვა კვალიფიკაცია მიეცემა, კერძოდ განზრახ მკვლელობა აქ სახეზე. და ასევე დადგება იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც გარკვეული ხარისხით მონაწილე იყვნენ ამ დანაშაულისა. მე არ არის ეს საიდუმლო, ამ პირებში გულისხმობ იმ სუფრის წევრებს, რომელ სუფრასთანაც მოვიდა სანდრო გირგულიანს გარკვეული კონფლიქტი და რამაც გამოიწვია საბოლოოდ ის, რომ იმ სუფრის წევრების მიერ იქნა გამოძახებული ეს ბრიგადა, რომელი ბრიგადის 4 წევრიც დღეს პასუხისმგებლობაშია მიცემული. კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ კიდევ რამდენიმე პროცედურაა ჩასატარებელი. ამას კი საქმის განხილვის დაწყება უნდა მოყვეს. ირინა ენუქიძის გარდაცვალების შემდეგ სტრასბურგიდან ინფორმაციას ყველაზე მეტად სანდრო გირგულიანის ბაბუა, ჯიმშერ ენუქიძე ელოდებოდა. გასულ კვირას საბურთალო სასაფლაოზე შვილისა და შვილიშვილის გვერდით ჯიმშერ ენუქიძეც დაკრძალეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოხუცი ნერვიულობამ შეიწირა. სანდროს მერე ირინას დაგარდაიცვალა. ისიც ამ ნერვიულობაზე, იმიტომ რომ ნახა ესე უმალავდნენ, იმიტომ რომ ავად იყო და ტელევიზორში რომ ნახა ეს უბედურება, ფაქტიურად 4 დღეში გარდაიცვალა. შემდეგ ირინა მიყვა, შემდეგ ირინას დედა და შემდეგ უკვე ჯიმი. ორი გუშინ დავასაფლავეთ ჯიმი. საშინელი დარდიც ესეც ამ კაცმა ანაკამდე როგორ მიაღწია, მაგრამ სულ მაინც იმედი ქონდა, რომ აი სტრასბურგიდან მაინც ჩქარა მოხდებოდა, რომ რაღაცა სიმართლისთვის მიეღწიათ. მე ჩემ მხრიდან ამ 3 წლის განმავლობაში 5 ოჯახის წევრი დავკარგე. სანდრიკა, დედმამიშვილები, მშობლები და ალბათ ძნელია ესეთ რაღაც პატევა. ალბათ აი მე ძალიან მშურს აი ბერძენი ხალხის რომლებმაც ესე დაიცვეს თავიანთი 15 წლის ახალგაზრდა ბიჭი და ესე იგი შემიძლია ვთქვა, რომ ერი ერთ მუშტად შეიკრა და ამის წინააღმდეგ გაილაშქრა, რაც ფაქტურად ნაკლებად იგრძნობოდა საქართველოში. გაჩერებას არც სანდრო გირგულიანის მამა აპირებს. ამბობს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და დარწმუნებულია, რომ დღეს თუ არა ხვალ მისი შვილის მკვლელობის შემკვეთებიც დაისჯებიან. ისე დავჩი მე რა. განაჩენი რაც უდოდა ხელისუფლება ესენი ყველა მოიშორა თავიდან. კლიანობაში მე ვთქვი, მე მარტო დავჩი მეთქეს იმას ანიშნავს, რომ მე ამ თვალებს დახუჭა მაგაზე და ესე დამთავრდება მათთვის. არა, საბოლოო ჯამში მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს. ყველაფერი 2006 წლის 27 იანვარს ღამით დაიწყო. სანდრო და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე შარდენბარში გირგულიანის მეგობარი გოგონას სანახავად მივიდნენ, რომელიც სხვა სუფრასთან დახვდათ.
მეზობელი სუფრის წევრები შირაგას საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანუძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სწორედ მათთან მოსდის სანდროს შეკამათება. ბარიდან გამოსულ ახალგაზრდებს კი ჯიპებით იტაცებენ და ოქროყანაში აყავთ. ლევან ბუხაიძე გაქცევას ახერხებს. სანდროს ცხედარს კი მეორე დღეს ოქროყანაში ხევში პოულობენ. მას კისრის არეში 11 ჭრილობა აქვს და ნაწამებია. Andreevich Magitastan Israel. Anna Kalandadze, Vasiko Tonadze, Takoni Rapishvili, Zata Khalaya, Guram Dunadze და Olegi. ეს არის ყველაზე სკანდალური ჩვენება გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. თათია მაისურაძე სწორედ იმ სუფრის წევრი იყო, რომელთანაც სანდრო შეკამათება მოუვიდა. ამ რეპორტაჟის ტელეკომპანია იმეჯი გასვლის შემდეგ საქართველოს ცხოვრება რადიკალურად იცვლება. გამოძიება იძულებული ხდება კუდის 4 თანამშრომელი დააპატიმროს და პასუხისგებაში მისცეს. კუდის თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არა განზრახ მკვლელობის, არამედ სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით აღძრეს, რასაც გაუფრთხილებლობით სიკვდილი მოჰყვა. ერთს 8, დანარჩენ 3-ს კი 7 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა უზენაეს სასამართლომ 4-ვე სასჯელი 6 თვით შეუმცირა. სასამართლოზე შარდენ ბარის სუფრის ყველა წევრი დაკითხეს. მათ შორის დათა ახალაია, ვასილ სანოძე, გურამ დონაძე, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და დათა ახალაიას თანაშემწე ოლეგ მელნიკოვი. მათგან საბრალდებო სკამზე არც ერთი არ მოხვედრილა. ახალაიამ და სანოძემ თანამდებობები მხოლოდ დროებით და მხოლოდ ფორმალურად დატოვეს. ეკითხებიან თქვას ხო ამ დანაშაულთან დაკავშირებით. კიდევ ერთი სკანდალური ჩვენება სწორედ მელნიკოვს უკავშირდება. დაზარალებულმა ლევან ბუხაიძემ პირველად სასამართლოზე დაადასტურა, რომ დათა ახალაიას თანაშემწე ოლეგ მელნიკოვი ოქროყანაში ნამდვილად იმყოფებოდა. და იყო ყველაზე აგრესიული. ეგზნობოდა, რომ შესაძლებელია ნასვამიც ყოფილიყო. და დადასტურებით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ოლეგ მელნიკოვი. მაგრამ ამ ჩვენებას სასამართლოსთვის არაფერი შეუცვლია. განსხვავებული ჩვენების მიცემისთვის მოგვიანებით ლევან ბუხაიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, მაგრამ ეს საქმე დღესაც თაროზია შემოდებული და მსვლელობა არ ქონია. სასამართლო განაჩენმა მაშინ საზოგადოებაც და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებიც ქუჩაში აქციაზე გამოიყვანა. ძალიან კარგი ბიჭი მომიგეს და ხალხო არ ვაპარტიოთ გემუდარები. აქციები სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასჯის მოთხოვნით სასამართლომდეც და სასამართლოს შემდეგაც იმართებოდა. პოლიციას და ლოკალური შეტაკების გარდა ხელისუფლების მხრიდან ამ პროტესტს არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ირინა და ჯიმშერ ენუქიძეების სიცოცხლის ბოლო წუთამდე სიმართლის დასადგენად იბრძოდნენ. ისინი იყვნენ ყველა აქციასა თუ შეხვედრაზე, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა. ოჯახის მოთხოვნა ერთი და იგივე იყო. ხვალ ჩემი ბიჭის მეგობრებს ჩახოცავენ ესენი და ჩვენ შვილებს ჩახოცავენ. მე ერთადერთი მაგარი ბიჭის დედა ვარ და აი ეს ბიჭი მომიკლეს. უმაგრესი შვილის დედა ვარ მე.
იმ ბიჭით ვიამაყებ თელ ცხოვრება თუ გადავრჩი, მაგრამ ამ საქმეს მივაკტები სანამ მათ არ დავაპატიმრებ და არ ჩავხოცავ, მანამ არ მოვისვენებ მე. დასაკარგი არც არაფერი აღარ დამრჩა. დღეს თქვენი ოჯახებისა, თქვენი შვილების სიცოცხლე არის საფრთხეში. თუ თქვენ დღეს ხმას აიმაღლებთ იმისთვის, რომ ეს დამნაშავეები დაისაჯონ, ამით თქვენ შვილებს უკეთეს მომავალს მისცემთ. ქართველებოც უკისრულიად საქართველო, მე თქვენ მოგმართავთ და უმორჩილესად ხობთ დავდგეთ ყველანი ერთად. ჩვენ ამოვწყვიტეს მთლიანად მთელი ოჯახი ამ მთავრობა. სანდრო გირგულიანის ოჯახის მეხუთე წევრის დაკრძალვამ მედიის წარმომადგენლების ყურადღების გარეშე ჩაიარა. სამძიმრის სათქმელად მივიდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე ირინა და ჯიმშერ ენუქიძეებთან ერთად იბრძოდნენ. სანდრო გირგულიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შესახებ მათ საინტერესო ინფორმაცია აქვთ. ეხ მუდმივად დადის ეს ინფორმაცია, მათ შორის სარწმუნო წყაროებიდან მოგვაწოდეს, რომ ისინი ნომინალურად ირიცხებიან გდანის საპრობილეზე, მაგრამ დროდადრო ხდება მათი გათავისუფლება და არა დროდადრო, არამედ ძირითად დროს ისინი ატარებენ გარეთ. სამწუხაროდ, თქვენ იცით საჯარო აღსრულებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და ეხლა უკვე მთლიანად სამინისტროს ხელმძღვანელობა ისეთი კონტინგენტითაა დაკავშირებული, ძირითადად თვითონ კრიმინალებით და კონკრეტულად ამ დანაშაულში ბრალდებული პირებით, რომ სრულიად შეუძლებელი არის ამ ინფორმაციის ოფიციალურად გადამოწმება. ეს არის ალბათ სააკაშვილის და მერაბიშვილის რეჟიმის მსხვერპლი, მთელი ეს ოჯახი, რომელიც დაიწყო სანდროს მკვლელობით. ყველა ის დანარჩენი პრობლემა, რაც შემდგომ მოხდა, მე ვფიქრობ, რომ არის შედეგი იმ დაუსჯელობისა, იმ უპასუხისმგებლობისა, რისი განცდას დაეუფლა ხელისუფლებას სააკაშვილს და მერაბიშვილს სანდრო გირგულიანის მკვლელობის შემდეგ. როდესაც ჩვენ საზოგადოებამ ვერ მოვახერხეთ, რომ დამკვეთები და შემსრულებლები დაგვესაჯა ამ საზარელი ფაქტის შემდეგ. დაკრძალვაზე შვილმკვდარი მშობლებიც მივიდნენ. ისინი, ვინც ანალოგიური ტრაგედიას საკუთარ თავზე იწვნია. ზურაბ ვაზაგაშვილის და ბუტა რობაქიძის მამები ბრძოლის გაგრძელებას გირგულიანების სახელითაც აპირებენ. სანაპირში სული მიდგას, ხო? აი ბუტას თემას გადავდებ და სულ სანდროზე უნდა ვილაპარაკო აწია. იმიტომ რომ აი ერთი ოჯახი ჩადეს მიწაში. ერთი ოჯახი ჩადეს მიწაში, არავინ აღარ არის. აღარც ირინა არის, აღარც ირინას და არის, აღარც ირინას დედა, აღარც ირინას, ყველა გადაყვა ამას რა და. მე მოიპოვე 72 ოჯახი ხავთ ესე გავწარებული. მე მაქვს ეს მონაცემები და მალე გამოვაქვეყნეთ ამას და მოვიწვევთ ვაგროვებთ ახლა ამ ხალხს. და სირცხვილი არის ეს ამ მთავრობის რა, აი დღევანდელი მთავრობის და აი ყოფილების კიდევ რა. აი მე ვიტყოდი რომ აი ვანოს და მიშას აი უნდა სწვენოდეთ რა. აი სირცხვილია რა, მიმართავ რომ აი ამ ოჯახის ტრაგედია აი მაგაც იმისგან ამოსია გაიგე და უფალმა მამაკაციალა როგორ დავიწყებო, მაგრამ გადავხადოს რა დღეში ჩვენ ვართ. ესე მიყვება იური ვაზაგაშვილი ხვალ, მე სოსო რობაქიძე და ნელა და ჩაჩომდება უნდა თვითშობება მომდის. ყაზბეგის 19 ნომერში ვერაზე კიდევ ერთი სახლი დაცარიელდა. იქ სადაც ჯიმშერ ენუქიძე ცხოვრობდა, ახლა მარტო გარდაცვლილთა ფოტოებია. ჯიმშერ ენუქიძის ვაჟი ამ სახლში ამიერიდა მხოლოდ სანთლის დასანთებად ივლის და სტრასბურგიდან მორიგ შეტყობინებას დაელოდება.